მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გადაცემა შუადღე ქუთაისში დაიწყო მეტატივის პირდაპირ ეთერში, რომლის წამყვანიც ვარ მე ნანა თავდორაძე. დღევანდელ დღესაც გავატარებთ თქვენთან ერთად. გამოვიდა რა ქუთაისში, აქა-იქ მზის ხილებით შეინიშნება. ბედნიერ დღეს გისურვებთ, ნაყოფიერ სამუშაო დღეს იქვე და გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე გვეწვია, რომელთან ასე ვთქვათ, თანამშრომლობა და მეგობრობა უხსოვარი დროიდან იწყება. აკაკი მიხარია, რომ ისევ შევხვდით ერთმანეთს და სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ბოლო ვიზიტიდან დღემდე საკმაოდ დიდი დრო გავიდა. როგორ ხარ თავს, როგორ გრძნობ? მიუხედავად იმ ვითარებისა, რაც ჩვენს ქვეყანაში არის და ეს ცუდი ვითარება ჩვენი ქვეყნისთვის არ ახალია, ალბათ დამეთანხმები. მოგესალმებით. ნანა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მონატრებულ მაყურებელს. ნამდვილად კარგი ხანი გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ მაინდა-მაინც სასიხარულო თემაზე ვერავარ სასაუბროთ, მაინც მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება გავაზიარო ჩემი დამოკიდებულებები ამ საკითხის მიმართ, რაც არ დაგასწრებ დღევანდელი თემის დაანონსებას, რაც არის, თუმცა ალბათ მაყურებელი მიხვდება, რომ აქტივიზმთან და დემოკრატიასთან მჭიდრო კავშირშია. ძალიან საინტერესო ტერმინებს შეეხე აქტივიზმი და დემოკრატია. ალბათ დემოკრატიისთვის ვიბრძვით თავისუფლებისთვის, თუმცა რამდენად ინდივიდუალური არის აღქმა, ხო? სამოქალაქო აქტივიზმის, დემოკრატიის, იმიტომ რომ ხშირად ხდება, რომ რაღაცები გვერევა. ფიქრობთ, რომ კარგს ვაკეთებთ, არ გამოდის კარგი და მოკეთ ამ სამოქალაქო აქტივიზმში რამდენი წელია ხარ, ვიდრე იმ ძიმე თემაზე გადავალთ, სადაც ალბათ თითოეულმა მოქალაქემ ჩვენი წელი პასუხისმგებლობას სწორედ აქტიურობით უნდა დავაფიქსიროთ, იმიტომ რომ ჩვენ რიგითი ადამიანები ვართ და ალბათ ამ შემთხვევაში მეტი არ შეგვიძლია. რამდენ წლიანი ისტორია შეცვლის თქვენი სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობა და იმ წლებს თუ გადააჯამებ ახლა როგორ შეაფასებ? მე დაახლოებით 13-14 წლიდან, ანუ ერთი მაგდენი არის დაახლოებით გასული, რაც ქუთაისიდან დავიწყე და დღესაც ქუთაისში ვარ. სამოქალაქო აქტიური მოქალაქე ესე უწოდებდი ჩემ თავს სულ, იმიტომ რომ რაღაცნაირად მომწონდა ეს სტატუსი, იყო მოქალაქე, ეს უკვე დიდი პასუხისმგებლობა იყო. და მით უფრო აქტიური მოქალაქე კიდე დამატებით პასუხისმგებლობა. ნამდვილად, თუმცა მოქალაქეც უკვე ჩემი აზრით ესეც სასაკმარისი არის იმისთვის, რომ ესე იგი რაღაცებს უსწორებ თვალს შენს გამოწვევებს და ზრუნავ ამ ყველაფრის მოგვარებაზე. რა თქმა უნდა, შენი თავისთვისაც ეს არ არის მხოლოდ საზოგადოებისთვის გაკეთებული, ჩვენც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ და ამ ეთერშიც ბევრ თემებზე გვისაუბრია, რაც მჭიდრო კავშირში იყო და აი ესე უცებ ამოვარდა ის, რომ დღეს გვიწევს კონკრეტულად დიუშენის სინდრომზე, მაინც დაგასწარი დიუშენის სინდრომზე საუბარი. კი ბატონო, ქუთაის ყოველთვის შეეძლო გამოეხატა საკუთარი სათქმელი და მხარდაჭერა გამოეცხადებინა, ხო და ხმა მიეწვრინათ მათთვის, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის გადაჭრა. ძალიან ღირსეულად წავდექით, მინდა გითხრა, ნანა, ეს ბოლო აქცია, რომელიც დავგეგმეთ და ერთად გავახორციელებთ მშობლებთან ერთად, დიუშენის მქონე ბავშვთან მშობლებთან ერთად. ბევრნი ვიყავით, კარგად ჩაიარა, მშვიდობიანად ჩაიარა, მშობლები ძალიან ყვაყოფილები იყვნენ და ეს იმედის რაღაცა ნაპერწკალი მეც ვიგრძელი მათთან ერთად, რომ ამ ბრძოლას აქვს აზრი, თუ კი ესე გავაგრძელებთ ერთიანად, რაღაცა დისციპლინით. დიახ. ოღონდ დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ბრძოლაში, ეს არ არის მარტივი რამ, რასაც ესე ერთი ხელის მოსმით შევძლებთ, რომ მოვაგვაროთ. აკაკი, ჩვენ როცა პრობლემა არ გვეხება, მეც მეხება მათ შორის, ხო? იმას ვერ წარმოვიდგენთ ხოლმე იმ პრობლემის სიმძაფრეს. სწორედ მაშინ ვიწყებთ უფრო აქტიურობას, თუ კი ჩვენი საზღვარი გადმოიკვეთება, ეს შეიძლება ეხებოდეს ჯანმრთელობას თუ სხვადასხვა ტიპის საქმიანობებს. თქვენ უშუალოდ გაიცანით, ხო ეს მშობლები? ალბათ ძალიან ძიმე იყო. მე გავიცანი და ხო, აი მათი განწყობები რომ გითხრათ, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში თუ სატელევიზიო გადაცემებში ძალიან ხშირად ისმის, ხო, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქციები, მშობლების მოთხოვნები ვხედავთ, ხო, მათი ღამე ნათევი წამები, რომელიც ალბათ მათთვის საუკუნეებად გადაიქცევა, რა განწყობები აქვთ ამ მშობლებს და რამდენად მძიმე იყო თქვენთვის მათთან შეხვედრა? იცით რა, მზად ვიყავი, მაგრამ ემოციური იყო. მათი სიტყვები მე არ მავიწყდება, რაღაცები იმდენად ემოციურად დამჭა ამ აქციაზე, როდესაც სიტყვით მიმართეს ქუთაისელებს. ისე ქალაქმაც დაგვინახა, მესხიშვილის თეატრის წინაკიბეები სრულად სავსე იყო, მე შემდეგ მარშიც მოვაწყვეთ, მივედით მერიასთან ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მცირე გზავნილი დაუტოვეთ ემოციური. აი ერთი სიტყვა მინდა გამოვიყო განსაკუთრებით, რაც გულზე მომხვდა მშობლიდან, რომელმაც თქვა, რომ ჩვენი ბავშვების დაბადების დღეო აღარ გვიხარიაო, იმიტომ რომ ეს ერთი წლით ახლოს
სიკვდილით ანუ და მართლაც ესეთ პირდაპირ კავშირი პირდაპირ შეხება გვაქვს ამ ფატალურ ამბავთან ესე ვთქვათ. ამიტომ ეს ბრძოლა თავიდანვე ემოციური იყო და თავიდანვე მოითხოვდა ჩვენს ამ პასუხისმგებლობას და მჯერა გავართმევთ თავს, იმიტომ რომ რაღაცები არსებობს, რასაც უბრალოდ შეიძლება დაელოდო, მაგრამ რაღაცებს ვერ ელოდები. ხო არის თმეს. ჩვენი მთავარი მტერი ამ შემთხვევაში არის დრო. ორივე გაგებით, იმ გაგებითაც რომ მალე უნდა მოვაცროთ ამ პრობლემაზე პასუხის გაცემა და მეორე იმ ვარიანტითაც რომ საკმაოდ რთულ დროს გვიწევს ამ ბრძოლაში ჩაბმა. ჯერ ეს ბრძოლა რო გვიწევს ეს უკვე ნიშანია იმის რომ რთული პერიოდია ქვეყანაში, მაგრამ სხვა არაერთი ნიშანი გვაქვს ის რომ საქართველოში საზოგადოებები სხვადასხვა წუხილით აუცილებლად საჭიროებს გაერთიანებას. ჩვენ ახლა უნდა მივხვდეთ იმას რომ ის რომ თქვა დიუშენის სინდრომის წუხილი აქვს ერთ ჯგუფს, ის რომ მეორე ჯგუფს რაღაც სხვა წუხილი აქვს, მესამე სხვა, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა შევძლოთ და ეს იქნება პასუხი, სწორი პასუხი ამ გამოწვევაზე, რაც ჩემი აზრით მიგვიყვანს უმთავრეს საკითხზე, რასაც ქვია გამარჯვება. აკაკი, ჩვენ არ ვართ მშობლები, ასე რომ ეს სიმძაფრე ნაკლებად გვესმის ხო კიდე იმ პროცენტული მაჩვენებლით. ახლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ და ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს, ვინც ახლა გვიყურებს და შემდეგ გადაცემის ჩანაწერს იხილავს, რომ აი ეს საშინელი და შემზარავი ფრაზა, რისი ციტირებაც თქვენ მოახდინეთ ერთ-ერთ მშობელს ეკუთვნის, მშობლისთვის აი იმის გააზრება, ჯერ რომ გაიაზროს და შემდეგ წარმოთქვას საჯაროდ, რომ შულის დაბადება არ უხარიათ, იმიტომ რომ ეს აახლოვებს ფატალურ შედეგს, რომელიც იმედი ამ ბავშვებს არ დაუდგებათ. როგორი შეიძლება აღმოჩნდეს, ხო, დაბადების დღე, როგორი შეიძლება აღმოჩნდეს მშობლისთვის, იმიტომ რომ ამ ბავშვებსაც ხომ სჭირდებათ ჯანმრთელი მშობლები. ანუ ეს ხომ არ არის რაღაც ერთი კონკრეტული ან 40 კონკრეტული ადამიანის გასაჭირი პრობლემა. არ ვიცი რა ვთქვა, იცით რა ამ ადამიანებს უპირისპირდება დღეს პროპაგანდა და უპირისპირდება ეს ყუილების კორეანდალი, რომელიცაც სამწუხაროდ სახელმწიფო რესურსები სხვადასხვა თავიანთი ძალაუფლების წყაროებით, ეს იქნება მედია, ეს იქნება სახელმწიფო მოხელეები თუ ასე შემდეგ, უპირისპირდებიან ყუილით, манипуляციით და ნამდვილად მათ ჯანმრთელობას კიდე უფრო აზიანებენ. მშობლებსაც გულისხმობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ასეთი ბრალეულობის ცხოვრება როგორი არის, რომ ესე იგი ადამიანმა თქვათ რა ანუ ძალიან სასაცილო იყო ის რომ მაგალითად ამ სიუჟეტში დიუშენის სინდრომის სიუჟეტში უცებ რაღაცა თქვათ იმედი არ მიწყენს თამარ ჩერგოლეიშვილი დემონიზებული თითქოს თამარ ჩერგოლეიშვილის ფოტო აჩვენა ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ რომ აი ნახეთ ვინ დგას რა მათ უკან ანუ რას რისი თქმა უნდათ რომ მშობლებს არ აქვთ რა წუხილი თავიანთი ბავშვების მდგომარეობის და ამის რაღაცა პარტიულ პოლიტიზირებას აქვს ადგილი ანუ მე არ მგონია იცით რა ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერები არიან ეს მშობლები ეს ახლა ინდივიდუალურად არავის არ შევადარებ, მაგრამ მათმა ცხოვრებამ ალბათ უკვე წლებია ამ ბავშვებთან ერთად იბრძვიან ვერაგ დაავადებასთან, რომელიც მტერი გაძლიერებს, ხო ეს არის ის მტერი, რომელიც ნამდვილად ვიცით, რომ აძლიერებს და ტყუილი ალბათ ყველაზე მეტად ტკივნეული იქნება მშობლებისთვის იმის შემდეგ, რაც ეს დაავადება ამ ბავშვებს უკეთებს. აკაკი, მშობლებთან შეხვედრის შემდეგ რომ გითხრათ, მათი მთავარი მოთხოვნები და სურვილები რაში მდგომარეობს? მათი მოთხოვნები მდგომარეობს და ჩემი მოთხოვნაც ეს არის და ჩვენი ზოგადად აქტივისტების მოთხოვნაც ეს არის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს დაფინანსება ამ დაავადების და მიეცეთ სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალება ამ ბავშვებს. და ფიქრობთ რომ ეს უკვე აღარ უნდა იყოს იმდენად სალაპარაკო რაც ხდება მაგრამ ნუ რა უნდა ქნა ახლა გვიწევს უკვე სხვანაირად ბრძოლა გვიწევს პროპაგანდასთან ბრძოლა და მათ შორის ინდიფერენტულობასთანაც ბრძოლა თუმცა მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ სხვა ეთერშიც მაქვს ნათქვა მე ვფიქრობ რომ ჩვენ ქართული საზოგადოება ვართ საკმარისად ძლიერები რომ ეს ბრძოლა მოვიგოთ და ამიტომ თუმცა აი როგორც თქვი ხო რაღაც ერთ სექტორს ერთი ტიპის პრობლემა აქვს სხვა სექტორს სხვა ტიპის და თქვი რომ მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში გავერთიანდეთო რამდენად გაქვს აი ამ გაერთიანების მოლოდინი თუ ახლო წარსულის ისტორიებსაც გადახედავთ იცით რა მე ვფიქრობ სადაც ამ პროცესებში თავად იყავით ჩართული როგორც აქ მე ვფიქრობ რომ პირველ რიგში ამ ადამიანებს ამ მშობლებს და ბავშვებს აქვთ საზოგადოების ხარდაჭერა და ახლა
ჯერ კიდე მომავალზეა საუბარი, არ მინდა წინასწარმეტყველური რაღაცა ის დავიწყო, მაგრამ ფიქრობ, რომ თემიდან გამომდინარე, თუ კი ჩვენ მოვახერხებთ ორგანიზებულობას და იმას გავაკეთებთ, იმას დავაორგანიზებთ, მართავთ, რაც საჭიროა, მათ შორის კიდე ერთხელ გავიმეორებ, პროპაგანდასთან ბრძოლაც ერთ-ერთი ამის ნაწილი არის. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება არ მინდა ვინმე მაღიქვას ქართული ოცნების მარცხად. პირიქით, ეს იქნება ქართული ოცნების გამარჯვებაც. ანუ იქ ხო არიან ადამიანები, რომლებიც მე არ მჯერა ამის, რომ ქართულ ოცნებაში დღეს ყველა ადამიანი, ვინც ამ პარტიას წარმოადგენს, იზიარებს იმაზეც, რომ ეს ბავშვები უნდა მოკვდნენ. ან იზიარებენ იმაზეც, რომ ეს წამალი არ ვარგა, ყველა ხვდებით, რომ ეს არის ტყუილი. ეხლა მშობლებიც ამბობდნენ მაგალითად, რომ რა თუნდა თქვა ხო, ან მშობლებმა ხო ეს იცის, აქ ხო 2-4-4-ია ისეთ ექიმებს ასაუბრებენო სამთავრობო ტელეარხებში, რომლებთან შეხება არ ჰქონიაო. დივშენის სინდრომზე ისე გაიარა მთელმა წლებმა ბავშვებთან მკურნალობით, რომ ეს ექიმები არ ჩანდნენო. ხო, ან მაგალითად ამბობენ მშობლებმა თქვეს ასევე, რომ მანიპულაცია წამალს შეუჩერეს დაფინანსება, უბრალოდ წამალს შეუჩერეს აკრედიტაცია და მარტო ამაზე ისაუბრეს. არა და რაღაცა პერიოდში თუ არ ვცდები 2 თვე თქვეს, 2 თვეში ისევ დაუბრუნეს. გარკვეული თქვა, რატო არ ამბობს ამას, რომ დაუბრუნეს, ხო? მე არ ვიცი, აი გიორგი ფხაკაძის განცხადებაც ასევე ეს ამას მე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს ყველა მოქალაქისთვის გასაგებია. რას ნიშნავს აუცილებლად ევროკავშირმა უნდა მიიღოს? ამერიკამ რომ მიიღო ეს საკმარისი არ არის? ანუ რატო უნდა დაველოდოთ მაინც და მაინც ევროკავშირის აღიარებას, როდესაც ვიცით, რომ ამერიკამ მიიღო და ეს არის პასუხი, ხო? ხელოვნურად გაჭიანურებულია პროცესი, როგორ ფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ ყველაზე გონივრული აზრი არის ის, რომ ქართულ ოცნებაში გარკვეულ ჯგუფს ეშინია იმის, რომ თუ კი ამ დაფინანსებას გასცემენ, მაშინ სხვა რიგი დაფინანსებების გაცემაც მოუწევთ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ და მოუწევთ გახდნენ კარგი სახელმწიფო, მოუწევთ გახდნენ კარგი ხელისუფლება. და ნუ შეეშინდებათ ამით, იმიტომ რომ საზოგადოება შეიძლება რაღაცა თქვა ეხლა მაინდა-მაინც ეთერში ვიღაცამ არის კონკრეტულ ადამიანმა არ ილაპარაკოს დადებითი ქართულ ოცნებაზე, მაგრამ თუ კი ესენი ამ ნაბიჯს გადადგამენ, ქართული ოცნების მიმართ გაიზრდება საზოგადოების ხარდაჭერა, იმ ადამიანების მიმართ გაიზრდება რაღაცა გრძნობელობა, ხო? და ეს მათთვის უკეთესი იქნება. ასეთ ჭეშმარიტ საკითხებზე ჩემი აზრით არ უნდა დავყოთ საზოგადოება და არ უნდა მოვიქცეთ ესე პირიქით უკეთესი არის თუ კი შევხედავთ გაუწორებთ თვალს და მოდი საზოგადოებასაც მოვთხოვოთ რაღაც, ხო? მე ხა ერთი რაღაცის თქვა მინდოდა რომ აი თქვათ როგორ ხდება დაფინანსება სხვა ქვეყნებში ამ ყველაფრის ხო აი ანუ არსად ესე რაღაცა მარტო ერთი ორგანიზაცია არ აფინანსებს, აფინანსებს ერთდროულად მშობელი, აფინანსებს სახელმწიფო და აფინანსებს საქველმოქმედო ფონდები, ხო? ზოგადად იშვიათ დაავადებებზე არის ეს მიდგომა. ეს ხო დღევანდელი ხელისუფლების ბრალია, რომ თქვა არც მშობელს აქვს ფული, რომ დააფინანსოს, არც სახელმწიფო ბიუჯეტში არის სახსრები და ძალიან ძიმე თემას ვეხები პირადად ჩემთვის როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლისთვის, საქველმოქმედო ორგანიზაციებიც და საერთაშორისო ფონდებიც, ასე ვთქვათ, ქვეყნიდან გაყარეს, ხო? და ქვეყანაში აღარ არიან. ამას უნდა თვალის გასწორება სჭირდება ამას, რომ მივხვდეთ, რომ ბრალეულობა გასაგებია საზოგადოებისთვის, მისი ბრალიც არის ის, რომ დღეს ამ დაავადებასთან სახსრების მოძიება გვიჭირს და იმ არაადამიანურ მიდგომებს ვიყენებთ, რასაც ქვია მშობლის დაკნინება, ტყუილები და ასე შემდეგ. აკაკი, როგორც ვიცით და მივხვდით, ჩვენ თუმცა აი ამ საკითხში სამედიცინო კუთხით დილეტანტები ვართ, ყოველი წამი არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. ხო? ანუ სადამდე შეიძლება კი, რაღაცები ხარ დილეტანტები ვართ, არა ექიმები ვინც ვართ, ყველა დილეტანტი ვართ ამ საკითხში, მოქალაქემ ზუსტად ეს არის პროპაგანდის აზრი, მინისტრი რო ლაპარაკობს, ხალხს გონია რომ ის მართალია, მაგრამ უკვე იმდენი ტყუილი ისაუბრა სამინისტრომ, მაინც კიდე სამინისტროს ტყუილების გარდა აქ არის მთავარი
ქართულმა ადამიანმა იცის ოჯახის ცნება, იცის დედმამის დამოკიდებულება და ამ ბავშვების მშობლებზე უკეთესად ეხლა ვინ იცის კურნალობის რა მეთოდები არსებობს. კი, შესაძლებელია ექიმების პოზიცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ექიმების პოზიცია ხო პირდაპირ მიბმული არის მშობლებთან დღეს, იმიტომ რომ ამ მშობლებს აქვს პირდაპირ კავშირი ამ ექიმებთან. და მაშინ რა არის პასუხი? ანუ აქამდე ატყუებდნენ ექიმები? მაშინ ამ ექიმების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ხო ქვეყანაში, მაგრამ ეს ახლა აღარ გადავალ ამ შენობაში, ეს არის ზღაპარი. აქ ყველაფერი არის ნათელი. არ სურთ დაფინანსება, იმიტომ რომ ეშინიათ შემდეგ სხვა ასე ვთქვათ დაავადების მქონე ბავშვები და სხვა ადამიანები მოთხოვენ დაფინანსებას. რაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ჩვენ ხო ამისთვის ვიხდით გადასახადებს ზოგადად, რომ ზუსტად ესეთი გამოწვევები იყოს დაფინანსებული და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნუ შეეშინდება. ხო, იგივე ფრაზა, რომ კარგია თუ არ შეეშინდება თავრობას. რანაირად შეიძლება ეშინოდეს ახლა ალბათ ყველას უნდა ხო კარგი იყოს საკუთარ პოზიციაზე მეტნაკლებად. არჯერად თავით იმდენი ვთქვათ არჯერად არის არ ვიცი ესეთი საბჭოთა მიდგომა არის ალბათ ეს. თორე განვითარებულ ქვეყნებში ამას გამოწვევად იღებენ, რაღაცას ახალს იწყებენ, ახლის შექმნის საშუალება არის ის, რომ გაჩნდა დაავადება და მოდი გავცეთ პასუხი ამას. მოდი ერთად შევოთ, ის კი არა რომ რესურსი ვხარჯავთ, მოდი მოვატყუოთ ახლა ხალხი და დავაფაროთ, რამდენი უნდა მოვიტყუოთ, ხო? არა, მე იმას არ ვამბობ, ახლა გარანტიას არავის არ ვაძლევ. შეიძლება ამ ბრძოლაშიც გაიმარჯვოს და ხო, რაღაცა ეს ბავშვები გაწირონ, მაგრამ ეს იქნება ცუდი და დღეს ამას ვცდილობ მე რომ საზოგადოებას აუხსნა. თუკი ჩვენ ამ დაავადების მქონე ბავშვების მხარდაჭერას ვერ შევძლებთ. შემდეგ უკვე ნელ-ნელა ახლოვდება ეს სადღაც ჩვენც გადავეკვეთებით, იმიტომ რომ ეს ნიშნავს გაუარესებას საზოგადოების, ეს ნიშნავს რაღაცა პრობლემის კიდევ უფრო გამწვავებას. ეს არ არის, ანუ დაფარვით არ გვარდება პრობლემები, ხო? ახლა ცოტა მეამიტურად კი გამომდის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცის ახსნას აქვს საზოგადოებაში აზრი და ამის გაგრძელება მნიშვნელოვანი არის. ხო, რა კუთხით შეიძლება ხა ჩაერთოს ნებისმიერი ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება გქონდეს განცდა, რომ ჩვენი ხმა ადრესატამდე მაინც არ მიდის, ან თუ მიდის, მაინც არ მოვა. მაინც გულთან არის. იცით რა, ძალიან ჩვენზე უარეს ქვეყნებში უნახავთ საზოგადოებას გამოსავალი. ახლა მაინც უნდა გავაკეთო განმარტება, რომ მე სამოქალაქო აქტივისტი ვარ, მაგრამ მეორენაირად ჩემს პროფესიას პროფესიას არა, ჩემს ასე ვთქვათ მოქმედებას ესე გავმარტავ, რომ მე ვარ არაძალადობრივი სამოქალაქო აქტივისტი. არაძალადობრივი, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მე მწამს თითოეული იმ ნაბიჯის, რომელიც არის არაძალადობრივი და მგონია რომ ეს მოგვიტანს გამარჯვებას. საზოგადოებაში ეს მე მწამს, იმიტომ რომ რაღაცა გარკვეული შეხება მქონია. მინდა რომ ეს რწმენა საზოგადოების სხვა ადამიანებში და სხვა ჯგუფებშიც გაჩნდეს, რომ შესაძლებელი არის გამოსავლის პოვნა და საზოგადოებრივი მობილიზაცია, საზოგადოებრივი ჩართულობით ცვლილებების მიღწევა. და გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, სასიკეთო ცვლილებები, ვიცით რა, ძნელია არაძალადობრივად არასასიკეთო ცვლილებები მიიღო, თუმცა ესეც შესაძლებელი არის, მაგრამ დემოკრატია ზუსტად ამის გარანტიას გვაძლევს ჩვენ, რომ თუ კი გავერთიანდებით ამ თემის ირგვლივ მშვიდობიანი ფორმებით, მაგრამ მშვიდობიანი ფორმა არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენზე არ იძალადებენ, ჩვენზე სისტემა ძალადობს უკვე და არა მარტო ტყუილებით, არამედ ძალადობს ფიზიკურადაც. საშინელება ხდება აქტივიზმის, ასე ვთქვათ, დამორჩილებისათვის საქართველოში. აქტივიზმის დამორჩილება ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მთავარი ამოცანა. ისინი ცდილობენ, რომ მშვიდობიანი ფორმებით გამოხატული პროტესტიც კი ჩაახშონ და ეს მშვიდობიანი ფორმები ასე ვთქვათ, გააქრონ საზოგადოებიდან. რაზე არის საუბარი ახლა? ვინმე რო საუბრობდეს, ვთქვათ, ან ვთქვათ, ხო რაღაცა მასე რა ქვია, მოლოტოვის კოქტეილზე ან ასე შემდეგ, მათ წინააღმდეგ იყენებს რეპრესიას და მას ამართებს საზოგადოება, საერთაშორისო საზოგადოებაც, მაგრამ უფის დადებას როცა უკრძალა მოშიმშილე დედას ან და
ხამენათევ დედას. პუფზე მშვიდობიანი რა არის? პუფიას კამს გულისხმობ, ხო? კარვის გასვლაზე მშვიდობიანი რა არის? ადამიანების თქვა მარშები დაგეგმონ, ამაზე მშვიდობიანი რა არის? იცით პრობლემა რაშია? თუ არ მისცემს მთავრობა და მართველი ხელისუფლება საზოგადოებას მშვიდობიანი ფორმებით, ანუ ამ ყველაფერს ხე რაც ჩამოვთვალე და კიდევ სხვა მრავალი ფორმით გამოხატონ თავიანთი წინააღმდეგობა, მაშინ რაღაცა მოხდება ქვეყანაში, რაც იქნება ძალადობრივი და რაც არც ერთ მხარეს არ აწყობს. იმიტომ რომ ამ ძალადობრივ ქმედებებში ხა წარმოგიდგენიათ, რომ ესე იგი ასეთ ხელისუფლებას, რომელიც ესეთ რაღაცებს კადრულობს, ეხა ვიღაც დაუპირისპირდეს, რომელიც ამ ხელისუფლებისნაირი მსგავსი ფორმებით იბრძვის. ეს ნიშნავს, რომ ორი უარესი ერთმანეთს უპირისპირდება. ანუ ეს არავის არ აწყობს. ამით ჩვენ სარგებელს ვერ ვნახავთ. ამიტომ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ. ჩვენი ხო, მაგრამ ამ პროცესში არის მნიშვნელოვანი. ჯანსაღი იერსახე როგორ შეიძლება მიიღოს? მაგალითისთვის ეს ჩვენი აქცია, რომელიც ახლა დავგეგმეთ დივშენის მქონე ბავშვთა მხარდასაჭერად, ეს პროტესტი იყო ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმის, როგორი უნდა იყოს პროტესტი. ეს იყო ზუსტად ის, რაც უნდა გავაკეთოთ, რაც უნდა გავაგრძელოთ. დაწყებული ვთქვათ ორგანიზების თვალსაზრისით, გაგრძელებული ერთიანობით ის, რომ ჯგუფი შეკრული ვიყავით, ასევე გაგრძელებული იმით, რომ არაძალადობრივი დისციპლინა გქონდა დაცული, ანუ არ მომხდარა იქ ჩვენი მხრიდან რაიმე გადაცდენა პირიქით, ანუ პოლიციელებისთვის მისაბაძები ვიყავით. ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ისეთი ფორმებით უნდა გავაგრძელოთ. ოღონდ ორგანიზებულობაა მნიშვნელოვანი, ეს უნდა დაიგეგმოს კარგად, სწორად განხორციელდეს, სწორად. ის რაც მოხდა იყო ამის ერთ-ერთი, მაგრამ ეს იყო ერთი რაც იყო წარსული და რისგანაც რაღაც ვისწავლეთ. უნდა გაგრძელება საჭირო ამ ყველაფრის და შედეგებამდე აუცილებლად მივალთ. ეს ისეთი წრი არის, რომელიც შედეგის გარეშე არ ჩაივლის. რა დრო დასჭირდება არ ვიცით. ერთი ის ვიცი, რომ მაგალითად დივშენის დისტროფიის საკითხზე ჩვენ გვეჩქარება. აპირებთ ისევ ქუთაისში რაიმენტების აქციის დაორგანიზებას, როგორია თქვენი გეგმები ამ კუთხით? რა თქმა უნდა, ორგანიზაციო საკითხებში. რა თქმა უნდა, ანუ ვაგრძელებთ, უნდა გამრავლდეთ, ჩვენი მისია ეს არის, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ინტერესი იყოს ის, რომ ჩვენს გვერდით დადგეს და რაც ჩამოვთვალე ის ერთიანობა, არაძალადობრიობა და სწორი დაგეგმვა ზუსტად იმისთვის არის, რომ ადამიანები ჩვენს გვერდით დადგნენ მათ და დღევანდელ მაყურებელსაც გაუჩნდეს იმის სურვილი, რომ ჩვენს გვერდით იყოს ამ წინააღმდეგობაში. იცით რა, აი განცდა თუ გაქვს ძალიან მაინტერესებს, ანუ როცა ვეუბნებით და ეუბნები ადამიანს და მოუწოდებს დადგეს თქვენს გვერდით, ამა თუ იმ საკითხზე რაოდენ ჯანსაღი და ესე რომ ვთქვათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, ხდება ხოლმე მისი პოლიტიზირება. ბევრი ადამიანი თავს არიდებს სწორედ იმიტომ, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ნიშა რო არ მიაკრან, არ ერთვება რა სამოქალაქო ცხოვრებაში, შეიძლება ასე ვთქვათ. ამ კუთხით როგორ ხედავ? მე ასე ვიტყოდი, რომ ვთქვათ, ანუ ამ ადამიანს თვითონ ამ მოქალაქეს რომ ჰქონდეს რაიმე პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარებისთვის რომელიმე პოლიტიკოსი მის გვერდით დადგეს. ამ შემთხვევაში ხო იქნება თანახმად, ან მის ბავშვს ჰქონდეს რაიმე პრობლემა და მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ. ეხლა ჩავთვალოთ, რომ ზუსტად იგივე ხდება სხვა ადამიანების მიმართ. მე არ გულისხმობ იმას, რომ რომელიღაცა ვთქვათ ცუდმა პოლიტიკოსმა ცუდი რაღაცები აკეთოს აქციაზე. ამის მომხრე არა ვარ, მაგრამ თუ კი პოლიტიკოსი რომელიც ვთქვათ მოვა იქ და ცუდ რამეს არ გააკეთებს. და ცუდში რა იგულისხმება? ცუდში ბევრი რამ შეიძლება იგულისხმებოდეს, დაწყებული ვთქვათ ისაუბროს ტყუილები, ან იყოს შეკრული სახელმწიფოსთან, ან იყოს შეკრული რაღაცა ვთქვათ, ან შეკრულს თავი დავანებოთ, ვთქვათ თავისი ის იყოს რაღაცა ინტერესისთვის იყოს და არ აინტერესებდეს ბრძოლა როგორ წავა, ხო? ან და თუნდაც ძალადობრივი მოტივით იყოს მოსული, რომ რაღაცა პროვოკაცია მოახდინოს და ასე შემდეგ. ხო, ამ შემთხვევაში კი ბატონო, მაგრამ თუ კი ის მოვა და მხარს დაგიჭერ შენ და ცუდს არაფერს არ იზამს, აი წარმოვიდგინოთ ყველამ საკუთარ თავზე. ხო, შემდეგ ალბათ უფრო იოლად შევართ სიღრმეებში, თუ კი ჩავთვლით, რომ შეიძლება ის ჩვენ შეგვეხოს. მოკლედ, შეიძლება ვთქვათ, როგორც დავიწყოთ გადაცემა, ისე შეიძლება ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიყვანოთ. ამ ბავშვებს ვუსურვოთ ცოტა ცუდ აჭხერს ხო რაღაცა სიცოცხლის გახანგრძლივება ვუსურვოთ, რომ მართვადი იყოს ის პრობლემა, რითაც უწევთ მათ ცხოვრება და ჩვენ თუ შეგვიძლია რაიმე გავაკეთოთ, ძალღონე, ხო, ძალღონე არ უნდა დავიშუროთ, ალბათ თითოეული ჩვენთაგანის ვალია. აკაკი, მოდი ცოტა ასეთ პოზიტიურ ნოტაზე დავიწყოთ, იმიტომ რომ ნებისმიერ დაავადებასთან იშვიათი იქნება თუ
სტანდარტული, რაც გვესმის აგერ უკვე საუკუნეებია, მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობა, ხო? ერთ-ერთი კარგი მექანიზმი არის. ორი მაისი ახლოვდება, მე ვიცი რომ ქუთაისი ძალიან გიყვარს, მითხარი რა არის თქვენთვის ეს ქალაქი და როგორ ქუთაისში გინდა იცხოვრო? მე ისე ჩემთვის პოზიტიური იქნება ის წინააღმდეგობაც თუ კი გამარჯვებით დასრულდება. ამიტომ ესეთ ქუთაისში მინდა ცხოვრება, სადაც ადამიანები შევძლებთ, რომ სხვის წუხილებზე პასუხი გავცეთ, გვერდში დაუდგეთ ერთმანეთს და მოვახერხოთ გამარჯვება. გამარჯვება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ის არაძალადობრიობა, რაც მე საზოგადოებისგან ვითხოვ ჩემი თავთან ერთად, ხო? ეს არ არის რაღაცა ჩემი რწმენის საკითხი. ეს არის პრაგმატული საკითხი. ანუ ეს არის 2x2 4, ეს მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ეს არის რეალური ხელშესახები რაღაცა, ჭკვიანური რაღაც არის. არ არის ეს მხოლოდ რაღაცა ეთიკური, მორალური საკითხი. ამიტომ მინდა რომ ვიცხოვრო ისეთ საზოგადოებაში, რომელიც არის ევროპული, ანუ არის დემოკრატიული, ქართული, ანუ მინდა რომ ქართულიც იყოს დემოკრატიული. და სამართლიანი ალბათ. და სამართლიანი და ორმა ის მინდა იყოს ბევრი ღონისძიება. ბევრი ადამიანი გამოდიოდეს, ახალგაზრდები ერთობოდნენ და ასე შემდეგ. ამას მივაღწევთ იმ შემთხვევაში, თუ კი ტელევიზიაში და მედიაში არ მოგვიწევს სისტემატურად მოსმენა იმის შესახებ, რომ რაღაცა საშინელება დაემართა საზოგადოებას და კიდევ უფრო დიდი საშინელება ის, რომ ეს პრობლემა ვერ მოგვარდა და ამ ციკლში ტრიალებთ და ეს არის პრობლემა. რამდენი ხანია ვტრიალებთ ამ ციკლში? თქვენი სათვალავი აგვერია ხო? დიახ, და აუცილებლად მივაგნებთ სწორ სამართლიან გზას. იმედს დავიტოვებ ყოველ შემთხვევაში, რომ ესეთი საქართველო და ესეთი ქუთაისი ძალიან მალე წარსგება ჩვენს წინაშე, თუმცა არ ვიცით მოლოდინი როგორია, სიმართლესაც უნდა გავუსწოროთ თვალი და ალბათ არ უნდა ველოდებოდეთ ხო, რომ რაღაც წესრიგს და სამართლიანობას ვინმე ლანგრით მოგვიტანს, სხვა იბრძოდეს და სხვები უბრალოდ დუმილს ამჯობინებდნენ. კი, ზუსტად მინდა აი მაგის საწინააღმდეგო საქართველოში ცხოვრება და ჩემს წილს მე დიდი იმედი მაქვს რომ გავაკეთებ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ყველამ კონდეს გააზრებული თავიანთი პასუხისმგებლობა პირველ რიგში ჩემ თავს მიუმართავ. მეც არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო. დავიცხოვროთ აი ესეთ ქვეყანაში, სადაც ნებისმიერი ადამიანის უფლება იქნება დაცული და ჩვენ გვაქვს ხო სიცოცხლის უფლება, ბედნიერების უფლებაც, ჟანგბადის უფლებაც. მოკლედ აკაკი საღინაძეს მასპინძლობდი, სამოქალაქო აქტივისტს, რომელსაც ბევრ წარმატებას ვუსურებ იდეებში, რომელიც მას აქვს საქმიანობებში და იმედია არ გაჩერდები აკაკი და ესე ვთქვათ, საკუთარ სურვილებს აისრულებ და გაალამაზებ ამ ქალაქს. დროებით აგემშვიდობები, კარგი დღე მინდა გისურვო, მადლობა რომ დრო დაგიწყდით. მეც ასევე დავამშვიდობები მაყურებელს. დროებით ნახვამდის. გადაცემა შუადღე ქუთაისში დღეისათვის ამით დასრულებულია. მე ნანა თევდორაძე ვარ ამ გადაცემის წამყვანი. კაცი ხმა როგორც ხდება ხოლმე ლიკა ჩოგავაძე მუშაობდა. ბედნიერ დღეს გისურვებთ და შევხვდებით ხვალ ერთმანეთს ნახვამდის.